ფაშიზმზე გამარჯვების და ევროპის დღე, ვინ რას აღნიშნავს 9 მაისს საქართველოში თემაზე სტუმართან იურისტ თავისუფალი მოედანი მოძრაობის წევრ მათე ჩაფიჩაძესთან ერთად საუბრობთ. საღამოშვიდობის ბატონო მათე, მადლობა რომ მოხვედით სტუდიაში. საღამოშვიდობის, მადლობა მოწვევისთვის. ბატონო მათე, ცოტა უცნაური სიტუაცია გვაქვს თითქოს, აი საქართველოში მოსახლეობა არის დაბნეული, ნაწილი მოსახლეობისა დღეს ზეიმობს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, ისე როგორც ათწლეულების მანძილზე ზეიმობდნენ 9 მაისს ამ დღესასწაულს და ნაწილი მოსახლეობისა აღნიშნავს ევროპის დღეს. მე მაინტერესებს თქვენ რა დღესასწაულს აღნიშნავთ დღეს? ესე იგი, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი წარსული ისტორიიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ რა თქმა უნდა პატივი ვნავცეთ, დღევანდელი დღე ჩემთვისაც არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ არა მარტო ჩემი, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრებიც შეეწირენ იმას, რომ ფაშიზმზე გამარჯვება მომხდარიყო. შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ ეს დღე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, უბრალოდ ერთი განსხვავებით, რომ ამას ცივილიზებული სამყარო ევროპა აღნიშნავს ერთი დღით ადრე, ანუ 8 მაისს. ხო, ეს ამ საკითხთან დაკავშირებითაც შეგვიძლია რომ ვთქვათ თუ რატომ და როგორ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მთავარი ამბავი მაინც ის არის, რომ თვითონ ეს დღე არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ამაზე აქცენტის გაკეთებაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ აი მაპატიეთ გაგაწყვეტინებთ იმ ადამიანებს, რომლებიც წლიდან წლამდე სამწუხაროდ ძალიან ცოტანი არიან უკვე, ანუ ჩვენი ბებიები, ბაბუები, რომლებმაც მიიღეს ამ ომში მონაწილეობა და წლების მანძილზე საკუთარი სისხლით და მხრებით მოიტანეს ეს გამარჯვება, ხომ არ ვაწყენიებთ, იმიტომ რომ ხომ არ ვართმევთ სიხარულს ამ გამარჯვებისას თარიღს როცა ვუცვლით. შეიძლება ითქვას და მათთვის ალბათ ძალიან რთული ასახსნელი იქნება ამისთვის, ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მათ ამ თავგანწირვას პატივს ვცემ და პირობითად დღეს თუ რას აღნიშნავთ, ანუ ამას არ მივანიჭებდი ძალიან დიდ მნიშვნელობას, იმიტომ რომ ვიცი რომ ამ ადამიანებს, რომლებიც რამდენიმე ათეულობით არიან, ხო, დარჩენილი, ნამდვილად ეს პატივი ეკუთვნით, უბრალოდ შინაარსში თუ შევალთ, ხო, შეგვიძლია ვთქვათ და ავხსნათ თუ რატო არის ეს 8 მაისი, მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში მაინც ის გონია, რომ კი ბატონო, უნდა მივაგოთ პატივი ამ ადამიანებს და ჩვენი შინაარსიც უნდა შემოვიტანოთ და უნდა ვთქვათ ისიც, რომ აი დღეს მაგალითად და რატო ამბობთ, რომ ეს არის ევროპის დღე, ხო? ანუ დღე, როდესაც ცივილიზაციის ახალი, ესე ვთქვათ, შესაძლებლობა, ახალი მიმართულება გაჩნდა და კი რა თქმა უნდა, ამას არავინ არ უარყოფს, რომ ფაშიზმი რო არ დამარცხებულიყო რეალურად ის შედეგი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ქვია პროექტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სიცოცხლისუნარიანი და ბედნიერი ცხოვრების და მომავლის, ესე ვთქვათ, იმედი გახდა, რასაც ევროკავშირი ქვია, უბრალოდ არ იქნებოდა, ხო? ამიტომ ამას პატივი უნდა მივაგოთ, უბრალოდ აქ იმაზეა საუბარი, რომ 9 მაისს ეს არის საბჭოთა სისტემის მიერ დამკვიდრებული და შინაარსში თუ შევალთ, თარიღთან ცვლილება, მესმის, მაგრამ ჩვენც ყავს და ვართ და მთლიანად უნდა აღვნიშნოთ, ხო, რომ ამ სისტემის ნაწილი ვიყავით მთელი 70 წლის განმავლობაში, ზოგადად რო ვთქვათ, და აქედან გამომდინარე ასეთ რაღაცებს მე პირადად უწევ ანგარიშს და რა თქმა უნდა იმ ადამიანებს, ვინც ამ ომში იყო მათ ოჯახის წევრებს და ალბათ ჩვენი როლი და საქართველოს როლი ხო აი ძალიან დიდი, აი გულდასაწყოთ დღეს რაც არის, რომ სინამდვილეში აი ფაშიზმზე გამარჯვების ამბავში ხო ქართველებმა მივიღეთ ძალიან დიდი როლი და დიდი მსხვერპლი გავიღეთ ამაში და ეს ჩვენი მსხვერპლი სამწუხაროდ არ ჩანს და მილიონამდე ადამიანი 700,000 კაცი დაკარგა საქართველოს. ვინც გადარჩა, ჩვენ როგორც ქართველებმა მათ რა თქმა უნდა მადლობა უნდა ვთქვათ ამისთვის და ეს არ იყო მარტივი ამბავი, მიუხედავად იმისა, როცა შინაარსში შევდივართ, იყო თუ არა ეს ჩვენთვის სამამულო ომი, ეს აბსოლუტურად ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში დღევანდელ დღეს განსახილველი შეიძლება არ იყოს, იმიტომ რომ თუმცა ამაზე ესეც ალაპარაკოა, ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ ფაქტი ის, რომ ამ ადამიანებმა შეძლეს შეუძლებელი ფაქტიურად და რაღაცა შიშველი ხელებით და ის ისტორიები, რაც გვახსოვს, რომ ებრძოდნენ ამ ფაშიზმს, რომელიც არანაკლებ დიდი ბოროტება იყო, თუ მეტი თუ ნაკლებ ეგეც სადავოა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის რა თქმა უნდა და ალბათ ყველა ადამიანისთვის, რომ ფაშიზმი ნამდვილი ბოროტება იყო
და ამაზე გამარჯვებაში ქართველებმა უდიდესი როლი შეასრულეს და ეს აუცილებლად ჩვენ უნდა დავაფასოთ და დავაფასოთ პირველ რიგში იმ ადამიანებს, ვინც იქ მონაწილეობა მიიღო და მათ ოჯახის წევრებს. აი დღეს ევროპის დღეს აღნიშნავენ ევროპაში, ევროპის დღეს აღნიშნავს საქართველოს მოსახლეობის ნაწილი, მაგრამ ნონსენსია ის, რომ საქართველო ევროპაში ევროპის დღეზე რატომღაც არ იქნა მიწვეული და მე მაინტერესებს თქვენი აზრი, როგორ ფიქრობთ, რატომ არ დაპატიჟეს ბატონი ივანიშვილის გუნდი ევროკავშირის ასამბლეის უკაცრავად ევროკავშირის არაფორმალურ შეკრებას? ამის მიზეზი რა თქმა უნდა ვეძიოთ ჩვენს ბოლო 2-3 წლის ქვეყნის მიერ ნაწარმოებ პოლიტიკაში, გულისხმობ რა თქმა უნდა ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ ნაწარმოებ. ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ ეფექტური კონტროლი ქართული ოცნების მიერ ხორციელდება ამ ქვეყანაში, მე პირადად არ ვაღიარებ მათ ესე ვთქვათ ხელისუფლებას, როგორც კანონიერს და სამართლებრივს, ისე როგორც დანარჩენი განვითარებული სამყარო, მაგრამ ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებენ და ამის უარყოფა უბრალოდ შეუძლებელია და ის პოლიტიკა, რაც ამ ხელისუფლებამ გაატარა განსაკუთრებით ბოლო 2 წელიწადში, ეს პირდაპირ მიუნიშნებს იმაზე, რომ ქვეყანამ პროევროპულ კურსს მთლიანად გადაუხვია, რაც ნიშნავს ამავდროულად და იმ გარემოებების ახსნით, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, რომ ქვეყანამ პრაქტიკულად უარყო ეს კურსი და ჩვენ მივდივართ რუსული, ჩინური, რაღაცა ირანული გავლენის ზონაში, რომელიც რა მომავალს ესე ვთქვათ გვიქადის არავინ არ იცის და ამიტომ ევროპაშიც ეს დაინახეს განსაკუთრებით იმ ადამიანებმა და იმ ქვეყნებმა, რომლებიც ისტორიულად ჩვენი მხარდამჭერი იყვნენ იმისთვის, რომ როგორმე ამ რუსულ პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოსულიყავით და ევროპის ნაწილი გამختارიყავით, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად, ხო? თორე ისე ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და ჩვენი წარსულიც, ჩვენი ისტორიაც და ჩვენი ღირებულებებიც, გინდა ლიტერატურიდან დავიწყოთ, გინდა ყველაფერი, კულტურა აბსოლუტურად ევროპული, ამას არავინ არ დავობთ, ხო? მაგრამ გულისხმობ, რომ ჩვენ გვინდა რომ ეკონომიკური ნაწილიც ყოფილიყავით და ეს ქვეყნები და ბოლოს ეს ჩვენი ხალხის არჩევანია და თქვა თუ მთავრობას არ უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხის არჩევანს უარი უნდა ეთქვას, მით უმეტეს რომ კონსტიტუციაში გვიწერია უკვე ეს ვალდებულება. რა თქმა უნდა და ევროპელებიც გვიყურებდნენ რომ კონსტიტუციაში რომ ჩავწერეთ, რომ რეალურად რომ მოვინდომეთ, რომ ისტორია, წარსული ჩვენიც ევროპული იყო და რუკაზეც რომ დავხედოთ, ანუ ერთადერთი ქვეყანა არის, რომლის იქეთაც საერთოდ რა ხდება, შეიძლება ვერც გაარჩიო, ხო? ანუ გეოგრაფიას რომ დავხედოთ, ერთადერთი ქვეყანა ვართ, კედელი ვიყავით ისტორიულადაც და ჩვენ ვიყავით ის ქვეყანა, რომელიც ამ ღირებულებებით ნაწილში ვიყავით კავშირი და ჩვენს დიდი როლი გვაქვს იმაში, რომ ეს ევროპული ღირებულება რაც დაფუძნდა ამათ შექმნაში და რომ დახედო რუკაზე, ხო? ანუ შავი ზღვის აქეთ რეალურად ჩვენ ვართ და არც შორის რელიგიური კუთხითაც და ასე შემდეგ, ხო? როგორ ფიქრობთ, ბატონო მათე, შეეგუება თუ არა ქართველი ხალხი ამ წლების მანძილზე მოპოვებული აი ამ გადაწყვეტილებამდე რამაც მიგვიყვანა და საცა იყო უკვე გვეგონა რომ აი მივიღებდით უკვე ყველანაირ სიკეთეს ევროკავშირისგან ზუსტად იმ გზის დასაწყისში რომ გამოგვიცხადეს რომ აღარ გვინდა ევროინტეგრაცია. ამას რამდენად შეეგუება საქართველოს მოსახლეობა და ნიშნავს თუ არა დღეს დაგეგმილი ზღონის ძიებები ამ ყველაფერზე პასუხის გაცემას, რაც თქვა თბილისში ხდება მარში მაქს მხედველობაში. ეს არის ნათელი დასტური და მთლიანად ის უწყვეტი პროტესტი, რომელიც მიმდინარეობს, რომ ადამიანებს, ანუ ვინც აქ ცხოვრობთ ჩვენ და ვაზროვნებთ და გვაქვს ამისი ასე ვთქვათ ამბიციაც, რომ ხმამაღლა ვთქვათ ეს ამბავი და ეს პროტესტი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიბრძვით და ჩვენ არ შევეგუებით ამ ამბავს. აი დღევანდელი მარშიც ევროპის მოედანზე ზუსტად იმის ნათელი დადასტურება არის, რომ ქართველები უბრალოდ არ შეეგუებიან ამ კურსის გადახვევას. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ისტორიული ასე ვთქვათ არჩევანი და ჩვენთვის არის რეალური გზა. ანუ ეს არის კონკრეტული გზა, სადაც ჩვენ შევძლებდით და შევძლებთ, რა თქმა უნდა, მე ამაში დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს ჩვენი რეალური ღირებულებების თანხვედრით და იმ მშვიდობით და იმ ეკონომიკური რესურსებით, რასაც ევროკავშირი პირდება ამ ქვეყანას, ხო, ამ გაწევრიანების გზაზე,
აი ამ ყველაფერს გადავლახავდით რა პრობლემების წინაშეც ჩვენ ვართ. და ცოტა იყოს უსამართლოც კი არა, ამდენი წლების მანძილზე ნაშენები მომავალი ერთმა პოლიტიკურმა ძალამ დაანგრიოს ალბათ რა. აი ნამდვილად კონსტიტუციური ჩანაწერიც, ჩვენი ნებისმიერი გამოკითხვა არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ჩაატარებს ამას, სახელმწიფო საერთაშორისო ორგანიზაცია თუ ვინმე სხვა, ყველგან ერთი და იგივე ფიქსირდება, მიუხედავად იმ პროპაგანდისა, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ ახლა სახელმწიფო არხებზე, მაინც მოქალაქეებს, ანუ შავ და თეთრის გარჩევა ნამდვილად შეგვიძლია ქართველებს და ვერ დაგვაბრმავებენ რაღაცა პროპაგანდისტული ტყუილებით. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ არ მოგვატყუოს იმან, რომ უწყვეტი პროტესტის პერიოდში ხან მოიმატებს ადამიანების რაოდენობა პროტესტზე, ან ხან მოიკლებს, ხო? საკვანძოდ არ იღებენ, როცა არის დღევანდელი დღეც ამის დასტურია, რომ ამდენი ადამიანი შეიკრება და კვლავ გააპროტესტა და კვლავ თქვა, რომ ჩვენ არ შევეგუებით. უბრალოდ ეს არის რეჟიმი, ხა ყველა მივხვდით, რომ ეს 1 და 2 დღეში არ მოხდება, ანუ გულისხმობ, რომ აი პერიოდი 6-ზე გავიდა ლამის, ხო? და ვიბრძვით და ვიბრძოლებთ. ანუ ეს ბრძოლა გაგრძელება ბოლომდე, ხა მე შეუძლებლად მგონია, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ფესვები, ანუ ჩვენ არ მართლა ბელორუსიც არა ვართ რა, ანუ ბელორუსს ახლა არ ვაკნინებ, თქვენ არ ვიცი, იცით თუ არა, მაგრამ რამდენიმე მე პირადად უყურე მხატვრული ფილმი, დოკუმენტური ფილმები არის, რომ ბელორუსის პროტესტთან დაკავშირებით და იქაც იბრძოდა, არავის მარტივად არაფერი არ დაუთმია, უბრალოდ ანუ სხვა არის, მენტალიტეტიც სხვა არის. ქართველები სხვანაირი მენტალიტეტის ხალხი ვართ, ხო? ეხლა ის რომ ვიღაცა ჩუმად არის იმის გამო რომ არ შეუძლია და ვიცით რომ საჯარო სამსახურში მუშაობს თუ რაღაცნაირად არ დაკავშირებული, ანუ ქართულ ოცნებასთან და ფიზიკურად ეხლა ჩვენ გვერდში არ დგას, ჩვენ ყველა ადამიანის ხმა ვიცით და მათი პროტესტიც ვიცით, რომელსაც გვეუბნებიან, უბრალოდ არის გარემოება და მესმის ამ ადამიანების რომ ეხლა არჩეულია, მაგრამ ერი მთლიანად თუ შეიძლება ასე ითქვას, ხო, ახლა ილიასეულით რომ ვთქვათ, ხო, ერთთლიანად ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ეს გადაწყვეტილება არ არის რაღაცა იმის 2 და 3 დღის ამბავი, ეს არის ისტორიული არჩევანი. მით უმეტეს იმ მოცემულობით, რომ ამ მოცემულობაში არაფერი არ შეცვლილა, რუსეთი არ შეცვლილა ისეთია, როგორც იმ 70 წლიანი, რა ვიცი, იმპერიის და მთელი პერიოდის განმავლობაში იყო, ხო? არც ირანი შეცვლილა და არ გამხდარა ისეთ ქვეყანა, რომ რაღაცა, რა ვიცი, სენტიმენტები გაგვიჩნდეს მათ მიმართ, ხო? მით უმეტეს ვიცით, რომ ჩვენი ისტორია რაზეა დაფუძნებული მათთან ომზე ფაქტიურად, ხო? ეხლა ჩინეთი ფიზიკურად არ ვიცით, მაგრამ ჩინეთის შესახებ რაც ვიცით ის არის, რომ მათი ეკონომიკური ექსპანსიები, რომელთაც რა ვიცი, მთელ მსოფლიოში თავიანთი სისტემები ჩანერგეს. ამერიკა და ამერიკის სახელმწიფო საშუალების წინაშე ახლა ჩვენც რა თქმა უნდა ჩავყლაპავენ. ხო და ეს არის პრობლემა ნამდვილად და აქედან გამომდინარე, ანუ შავი თეთრია და ამის გარჩევა ქართველებს არ გვეშლება ნამდვილად. კიდევ ერთხელ მინდა დავუბრუნდე დღევანდელ თემას და დღეს დილით ჰერჩინსკის მიერ გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც მიეძღვნა ევროპის დღეებს, რატომღაც არ აღმოჩნდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები. ბატონი ჰერჩინსკი ბრძანებს, რომ ოფიციალური მოწვევა არავისთან გაგზავნილა, მან ყველანი დაპატიჟა, ვისაც სურვილი ექნებოდათ ამ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, მისულიყვნენ, მაგრამ ქართული ოცნება აცხადებს, კონკრეტულად ბატონმა ირაკლი ბრძანა კობახიძემ, რომ ევროპელმა ჩინოვნიკმა პროტოკოლი დაარღვიაო, ანუ ვალდებული იყო გამოეგზავნა მოსაწვევები და ამის შესახებ საქართველოს მთავრობას ცოდნოდა და შესაბამისად ჩვენ ამ ღონისძიებაზე არ მივედით. თქვენ მაინტერესებს რა სიტყვით, რა შეფასებას გააკეთებთ? თუ ადამიანს უნდოდა ევროპის დღის აღნიშვნა, ისე როგორც ვთქვათ, წინა პრეზიდენტი მივიდა. მათაც შეეძლოთ ალბათ მისვლა. რა თქმა უნდა, საერთოდ იმაზეა საუბარი, როდესაც ჩვენ აი კანდიდატის წევრობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იყო მიღებული, იმხელა ღონისძიება გაიმართა ამ ქვეყანაში და იმდენი ევროპული დროშა იყო აფრიალებული, მე მგონი ყველას გვახსოვს, ანუ როცა უნდათ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება და გააკეთეს კიდეს, ხო, ნახეთ, ეხლა და დღეს რა პროტოკოლზეა ლაპარაკი, ეს არის სახალხო ზეიმი, ფაქტიურად, ანუ ევროპის კონტინენტის ზეიმი არის და ჩვენ მე რატომ ჭირდება აქ დაპატიჟება პირიქით, ანუ დღეს დილით რომ რა ვიცი გავიღვიძე და ვიცი რაც ხდება, ხო, რა თქმა უნდა, უბრალოდ აქ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მათი ეს პოლიტიკა ზუსტად მაგას მიანიშნებს, რომ რაღაც პროტოკოლის ეს არის, ხო, ანუ პროტოკოლი თითქოს არ არის დაპატიჟებული, ესე პირდაპირ, მაგრამ პროტოკოლს თავი დავანებოთ,
ისინი ერიდებიან როგორც აი 9 აპრილს განცხადებაში იყო რომ უცხოური ძალა რაღაც რუსეთი არ გავაღიზიანოთ. ეს არის პოლიტიკა, რომელსაც პრაგმატულ პოლიტიკად ფუთავენ, მაგრამ გასცდა ეს პრაგმატულ პოლიტიკოს ამბავს და უკვე აი მართლა რაღაც შეურაცხყოფად იქნა მიღებული, ხო? აი 9 აპრილს რომ იმას ვერ იტყვი, რომ ანუ ვინ და ვინ გასცა ეს ბრძანება და ვინ გადაუარა იქ ქართულ ხალხს, ხო? ანუ ამას რო ვერ იტყვი, ანუ ეს არ ვიცი, აი ბოლოს და ბოლოს ის გვაქვს ნანახი, რომ დაბომბა რომ მოხდა ხიროსემას და ნაგასაკიც, ჩავიდა ამერიკის პრეზიდენტი, მგონი ობამა იყო თუ არ ვცდები და იქ მემორიალთან მივიდა პატივი მიიღო. ანუ ისეთი რაღაცები ხდება, რაც უბრალოდ ისტორიულად ვერ დაიმალება, ხო? ანუ ესეთი რაღაცები ხდება და ეხლა ამის თქმა რო არ შეგიძლია და პროტოკოლს რაღაცას მოიშველებ იმისთვის რომ არ წახვიდე იმ ღონისძიებაზე, რასაც ევროპის ასე თქვა დღე ქვია, რა თქმა უნდა პრობლემა იმაშია, რა პოლიტიკასაც შენ განსაზღვრავ და რა პოლიტიკასაც შენ ატარებ. ანუ ეს არის შედეგი, ეს არის გამოხატულება, თორე არავითარი მიზეზი იქ მე ძალიან ბევრი ხალხი მივიდა, საერთოდ არ აქვს იმას მნიშვნელობა, საელჩოებიდან დაწყებული, არავის არ დაუპატიჟებია, ხო, დღეობა არის, რაღაც დღესასწაულია და ყველა დაპატიჟებულა, რა თქმა უნდა, ისინიც უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი გამოვლენა იმ პოლიტიკასა, რასაც ქართული ოცნება სამწუხაროდ. თუმცა ალბათ ცოტა უხერხულია, როცა deep state ებრძვია აქედან ხმალა მოღებული და არაკორექტულად მოიხსენიებ ევროკავშირის იქნება თუ ამერიკელ ელჩებს, ჩინოვნიკებს, ალბათ ცოტა უხერხულიც არის ამ ყველაფრის მერე მიხვიდე ამ ადამიანებთან ერთად და იზეიმ. ხო, ფაქტია, იმიტომ რომ მათი ეს განცხადებები ევროკავშირის წარმომადგენლების მიმართ ნამდვილად უკვე რაცა ეს და ბოლო ერთ წელიწადია განსაკუთრებით არის შეურაცხყოფელი და რა თქმა უნდა ჩვენ რატომ ვიბრძვით მარტო ამ deep state-ის დასამარცხებლად საქართველოსთან? არ მისმის, ნამდვილად არ ვიცი, უბრალოდ ამ ტერმინებით, რომელსაც სინამდვილეში შინაარსი აბსოლუტურად სხვა და სინამდვილეში შინაარსი ანუ უბრალოდ გაურკვეველია, რომ რეალურად რო კითხო, რომ რა არის ეს deep state-ი, მათი მხრიდან ჩვენ გავანაწყენეთ ბევრი ადამიანი, მათ შორის ბევრი ევროპელი. არ გულისხმობ მხოლოდ ჩინოვნიკებს, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ კავშირები გვაქვს, ხო, რაღაცა მე გაცვლით პროგრამით ვიყავი, მუშაობდი რაღაც DHL-ში საზაფხულო სამუშაოებზე, როგორც ჩვენი სტუდენტობის უმრავლესობა და იქაურ ადამიანთან როცა გაქვს კონტაქტი, ისინი უბრალოდ ეკითხებიან, რა ხდება, ანუ მათ დონეზეც არის ეს უკვე გაგებული და ეხლა ქართული ოცნების იმ ადამიანებს ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ საკუთარი ჯიბიდან ექნებათ გასაღები რაღაც გარკვეული თანხები, რომელიც შემდგომ ჩვენ ქვეყანას უნდა მოხმარდეს. ის თანხები რაც აქამდე იყო გაღებული, ზუსტად მათი ჯიბიდან არის გადახდილი და უბრალოდ იმათაც აინტერესებს და ანუ იმის თქმა მინდა, რომ ეს აღარ არის მხოლოდ ის, რომ ქართული ოცნება რო პირობითად ვიღაც ევროკავშირის კომისარი, რომელიც შემდგომ შეიცვლება და თითქოს ვიღაცასთან მე უფრო მარტივად დაალაგება. ისე როგორც ამერიკის პრეზიდენტი. ახლა ნახულობთ, რომ მეგობარი აქც აქვს ორივე პარტიის მხარდაჭერა, ანუ კონგრესზე განხილვილი მიღებული იქნა, ახლა სენატში და შემდგომ უბრალოდ ფაქსიმილიას დაადებს ტრამპი. იმედია მანამდე ეყოფა ჩვენ ამჟამინდელ, ასე ვთქვათ, ხელისუფლებას წყალებში ვიტყვი, იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მათ იურისდიქციას და მათ სამართლიანობას, მათ კანონიერებას ნამდვილად ეჭქვეშ ვაყენებ, იმის გამო, რაც მათ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გააკეთეს ამ ქვეყანაში და არავის არაფერი დაგვიწყებია ის ადამიანები, ის ჩვენი პოლიტპატიმრები, რაც პოლიტპატიმარი არ ქვია, უბრალოდ რეჟიმის ტყვეები არიან, ადამიანებსაც სახიძვლები დაუმტვრიეს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ტანჯვა მიაყენეს და ის შევარდნები და რაღაცა რაღაცები ხდებოდა. ჟურნალისტი ხალბატონი მზია იმის გულისთვის რომ ლოყაში გაარტყა ხელი პოლიციელს. კი ბატონო, არავინ არ დაობს რომ პოლიციელს ხელი არ უნდა დაარტყა, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც სასიკვდილოდ გაიმეტა იგივე პოლიციამ ადამიანები და ამ დროს ისჯება მხოლოდ ერთი და მეორე მხარეს ჯერ არავინ დასჯილა, შერჩევით სამართალი რომ არის და არაობიექტურად მიმდინარეობს პროცესი, ამაზე ალბათ ნებისმიერი ადამიანი ის ამბავია, რადგან ამ თემაზე ვთქვით, ანუ ის არის რომ იქ სასჯელის ღონისძიება არის სხვა და არა ის პატიმრობა და ფაქტობრივად ტყვეობაში ყავთ ადამიანი რა არ შეიძლება დააჯარიმო და 1000 სხვა წესი არსებობს რომელიც პოლიციის ვთქვათ შეურაცხყოფას თუ რაღაცა ტიპის დღეს არ ვიცი ნახეთ თუ არა დღეს კი არა ამ დღეებში წერალ ნაირა გელაშვილის ვიდეო მიმართვა რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელში და ნამდვილად ბევრი ქართველი სათქმელი თქვა რომ ქალის უსური ხელი ლოყაზე კაცს მოხვდა და ამაზე ატყდა ერთი ამბავი და მით უმეტეს ამ ადამიანს იჭერენ ცოტა არ იყოს არა ქართული არა ვაჟკაცური
გასაქციელია, რომელიც ასე ხო გაფეტიშდა ამ ბოლო დროს, რომ ჩვენ თქვათ ქართველები ვართ, ვაჟკაცები ვართ, რომ ჩვენ გეი პარადები არ გვჭირდება, შესაძლოა მართლაც არ გვჭირდება, ამაზე არავინ არ დაობს და მე მაგალითად პირადად ვთვლი, რომ არ არის აუცილებელი არაფრის პროპაგანდა, მით უმეტეს ამ საკითხის, მაგრამ იმ ფონზე, როცა იმ ადამიანებს უკრძალავენ არსებობას და თავი მოგვაქვს იმით, რომ ვართ ძალიან ვაჟკაცები, ვართ ძალიან ძლიერები, ამ ფაქტის ასე ამ დონეზე მიყვანა ცოტა არ იყოს უხერხული. ნამდვილად არაფერში არ ჯდება ეს. არც რა ვიცი, არც კაცურში ჯდება, არც ქუჩურში ჯდება, არც თეთრში ჯდება, არც შავში ჯდება და არც წითელში ჯდება. ბოდიშვიხტი ჩემი პირადი და სუბიექტური მოსაზრების. იგივეს ვიტყვი, იმიტომ რომ ეს არ არის, ჩვენ არ ვიზრდებით ისე, რომ ჯერ ერთი, რა ვიცი, ჩვენი წარსული და ისტორია მას გვევნება, რომ და წესი ცხოვრების, რომ ქალთან, რუსთაველიდან და ვეფხისტყაოსთან დაწყებული, ხო? რომ აი პატივისცემა და მით უმეტეს ახლა ესეთ რაღაცაზე ამ ხელამბავის ატეხვა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სამართლებრივად რო შევაფასოთ, აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვექნებოდა, შეგიძლია დააჯარიმო, ათას სხვა რაღაცა გამოიყენო, მაგრამ პატიმრ ტყვედ ყავს აყვანილი ხე ეს ამაზე ორი აზრი არ არის, ხო? და ანუ ზუსტად მაგას ვამბობდი, რომ ანუ ეს ხელისუფლება აკეთებს ამას, ანუ ესენი არიან ამ ყველაფრის ჩამდენები და აი მათგან სხვა რა მოლოდინი შეიძლება გქონდეს, ანუ ამას ვამბობ, რომ პრაქტიკულად ამ ადამიანებმა ხელში ჩაიგდეს ხელისუფლება, ანუ ეს მთლიანი კონსტიტუციური წესრიგი მორღვეულია და მთელი საქართველო ფაქტურად ვართ ტყვეთ აყვანილი. ანუ ეგ არის ადამიანები, რომლებიც თავის საკუთარ შემოსავლებს, საკუთარ ქონებას, რა ვიცი, აი რამდენი უნდა დააგრო, უბრალოდ ვერ ხვდები რა. ანუ ან ქართველების ხასიათი ხო ვიცით არა, ანუ ჩვენ არ ვართ ადამიანები, რომლებიც რაღაცნაირად აი ამ სოციალურ თემატიკაზე მაინდა-მაინც ყვირი. აი გინახავთ სადმე ისეთი აქცია, სადაც ვიღაც გამოვიდა და თქვა, რომ ამ როგორც კომპანიამ რამდენი ათასი მოიპარა, ანუ არ ვიცი, მოიპარა არ არის ეს აქციელი, მაგრამ ამაზე არ არის ლაპარაკი რა. როცა ქვეყანას მომავალს უკარგავ, ეგ არის თავარი ამბავი. თორე ამას არ მოგდებს, ვიცით რომ იმ რაღაცა ტენდერს რომ მოიგებ, იქ რაღაცა ეგრეთ წოდებული ბოდიშამ რუსული ატკატკები, რაღაცები არ გავიგეთ ეგ ამბავი. არ არის ეს მისასალმებელი. რა თქმა უნდა, ახლა მე ამას ცოტა ისე ვამბობ, მაგრამ ანუ მთავარზე მაქვს აქცენტი, რომ ქვეყანას არ უნდა წაართვა მომავალი და ეს არ არის მარტო არც თქვენი, არც ეს არის მთლიანი მომავალი და ვიცით რომ სად მივდიოთ და რას ვაკეთებთ. ანუ ამისთვის იმდენი რესურსი დაიხარჯა, ადამიანური, მატერიალური, მორალური, ისტორია, ყველაფერი, წლები, 10 წლეულები, ხო, რისთვისაც ვიბრძოდით ჩვენ და ეხლა რომ ამ ყველაფერს ფაქტიურად სიცოცხლე გაწირეს ადამიანებმა. ეჭქვეშ აყენებ, არის უბრალოდ აი მართლა სირცხვილია უბრალოდ რა. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ანუ ტყუილად გონიათ, წნეხი იზრდება, როგორც შიგნიდან, ასე გარედან, მესმის რომ პროცესია. აღმოჩნდით ქვეყანა იზოლაციაში და ბოლო შეკითხვა სწორედ ეს მექნება, რას მოუტანს ეს იზოლაცია საქართველოს? იცით რა არის, ანუ კიდევ პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების აღარ ვართ, ევროპასთან ურთიერთობა იმოგეხსენებათ, როგორიცა გვაქვს და ეს იზოლაცია საით წაიყვანს ქვეყანას? თუნდაც არა მარტო განვითარების ჭრილში, არამედ ეკონომიკური კუთხითაც. ანუ რა თქმა უნდა, ეკონომიკაზე ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდად აისახება. ამის ნათელი მაგალითები ნენელა შესამჩნევია მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს მზარდი ეკონომიკური, ესე ვთქვათ, მისწრაფება და ანუ ციფრებიც ამას აჩვენებს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ეს არის ძალიან რთული, მათ შორის ის, რომ თუ კი ჩვენ მთლიანად ვაპირებთ, ну არ ვიცი, მე ამის წარმოდგენა არ მინდა, მაგრამ თუ კი ასე გავაგრძელებთ, ასე ვაპირებთ, რომ მთლიანად მოუწყდეთ ამ დასავლურ, ესე ვთქვათ, სისტემებს, ამისთვის ჩვენ უბრალოდ მზად არ ვართ. ანუ არც ეკონომიკა, არც ესე ვთქვათ, მენტალურად არ ვართ მზად, რომ ეხლა რაღაცა ჩამოვეკიდოთ ვიღაცას, ხო? ნუ ამ რეგიონში ვის თუ არა რუსეთს. ხო, სხვა ეხლა ეგ მეორე პრობლემა ის არის, რომ გასაგებია, რომ ირანული გავლენაც შეიძლება იყოს და ჩინურიც, ხო? და არის კიდეც, მაგრამ არ დაგვაუწყდეს, რომ თავარი ამბავი ვის აქ წვიტავს არის რუსეთი, იმიტომ რომ რუსეთს ორ ტერიტორიაზე უკვე აქვს შექმნილი თავისი, ესე ვთქვათ, სისტემები და ნუ დანარჩენ საქართველოში
ისედაც როგორც უყურებთ ამ ჰიბრიდული ომით რეალურად მუშაობს და ჩვენ არც იმაზე ვართ ესე ვთქვათ იმისთვის ვართ მზად რომ რაღაც ვიღაცას ან რუსებს ჩამოვეკიდოთ რა როგორც ჩამოკიდებული არა ჩვენი დანარჩენი რეგიონები გულისხმობ ოკუპირებულ რეგიონებს ცხინვალს და სოხუმს ხო და ეს არის დართული უბრალოდ მას მან უკნას ამ დონეზე მივიდეთ თორემ როგორც ხოვრობენ ის რეგიონები კარგად მოგვეხსენება რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს არის აი ნახეთ კიდევ ერთხელ ვიტყვი აი ქვეყნისთვის ეს არის აი კატასტროფა აბსოლუტური კატასტროფა არის და ეს შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის კარგად არ დასრულდება ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ის მეგობარი აქტის მიუთითებს იმაზე რომ ხელისუფლებამ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ უნდა დააფიქრდეს თავის ნაბიჯებზე მათ ამ ეტაპზე ამისი არაფერი არ ეტყობათ მაგრამ მე მაინც არ ვიცი შინაგანად მინდა რომ ჯეროდეს რომ იქ ვინმე კეთილგონიერი გამოირჩენს კეთილგონიერებას და ამ არჩევანს რაც ეხა უდგათ მათ უფრო რაციონალურად შეხედავენ და იმედია ამ პოლიტიკას რაღაცნაირად შეარბილებენ რომ სხვაგვარად წარმოუდგენელია ეს ამბავი ამ ქვეყანას რეალურად დაყופავს რაც იქნება ჩვენთვის ნამდვილად კატასტროფული ამბავი საინტერესოა როგორი იქნება 2026 წლის 9 მაისი ერთ წლის შემდეგ რა ვითარება გვექნება ქვეყანაში? მე მგონია რომ ერთ წლის შემდგომ განსხვავებული რეალობა იქნება და ის წნეხი რომელიც ქვეყნის შიგნით არის და ეს ინსტრუმენტები რომელიც ქვეყნის გარდანაც ამუშავდება იმისთვის რომ ჩვენ ცოტა ხელისუფლება გონს მოიგოს და ის კანონები, ის დრაკონული კანონები, რაც ახლა შემოიღეს, რომელიც ფაქტიურად მიმართული არის ადამიანისკენ, გამოხატვის თავისუფლებისკენ, მედიის წინააღმდეგ, ანუ ამ ყველაფრის წინააღმდეგ მიიღებულ კანონმდებლობას შეარბილებს და ალბათ ჩვენ მოგვიწევს რომ ეს კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს არჩევნებით. ეს როგორი იქნება, ან თვითმმართველობის არჩევნები ერთად იქნება თუ ასე შემდეგ, ეს არ ვიცი, მსჯელობის საგანია, მაგრამ ფაქტია, რომ შექმნილი კრიზისი არჩევნების გარეშე იმიტომ რომ დემოკრატიული კულტურის ქვეყანა ვართ, ან ჯამში ეხა კი აღარ ვართ ამ სისტემის ესე ვთქვათ მიმდევრები, მაგრამ კულტურა ასეთი, ან სხვაგვარად ამას ჩვენ ვერ გადავწყვეტავთ. ანუ ყველაზე ცივილური მეთოდი არის არჩევნები და ვფიქრობ, რომ ჩვენც მოგვიწევს ახალი არჩევნების ჩატარება, რომ ეს ყველაფერი, შევცვალოთ ეს ხელისუფლება და შემდგომ ესე ვთქვათ დაუბრუნდეთ ესე იმ გზას, რომელიც ფაქტობრივად ეხლა რომლისგანაც არის ვართ მოწყვეტილები. ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდეთ, იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. და კიდევ ერთხელ იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად მოახერხეს სამამულო ომში გამარჯვების მოპოვება, მარადილ ხსოვნას უსურვებთ და ცოცხლად ვინც არიან დარჩენილები და გადაურჩნენ ომის ამ საშინელებას და დღემდე მოყვნენ ისტორიას ძალიან დიდხანს სიცოცხლეს ჯანმრთელობას უსურვებთ და თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას. უერთდები ამ მილოცვას. დაგემშვიდობებით. ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ, ერთმანეთს შევხვდებით ორ შაბათს 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. მადლობა რომ გვიყურეთ. ნახვამდის.